ჩვენ უნდა მივცეთ საშუალება ჩვენ შვილებს რომ იმოძრაონ. ხო, ანუ აი ის რომ თქვა სულ გახვეული როა პატარა ჩვილი მაგალითად, ხო? რაღაც მომენტში არის დამამშვიდებელი, რაღაც მომენტში არის რომ მისი სხეული გრძნობს, მისი კუნთები, მისი მყესები გრძნობენ, რომ აი სად ვარ, მაგრამ ამავე დროს უნდა იყოს ბალანსი დაცული, ხო? ანუ სულ სკამში ჩაჯენილი და რაღაც არ უნდა იყოს, რატო? იმიტომ რომ მივცეთ ბავშვს საშუალება, რომ არ ვიცი, დაეყრდნოს მიწას ბოლომდე, გაშლილი, ხო? ზურგზე იყოს დაწოლილი, გულაღმა, სადაც ის პატარა კუნთებს ამოძრავებს, იმიტომ რომ ჩვენი თავის ტვინისთვის არის ესეთი ნათხემი უკან გვაქვს, რომელიც 3 თვემდე ყველაზე ჯერთი ამ ნაწილში არის ყველაზე მეტი ნეირონული უჯრედები, ხო? მაგრამ 3 თვემდე ყველაზე მეტად ის მუშაობს და ის იქსელება. რას ნიშნავს ეს, რომ ჩვენი შვილებს სჭირდებათ, რომ პატარა, არ ვიცი, ძალიან მცირე ზომის პატარა მოძრაობები, რასაც აკეთებენ თვალების არ ვიცი, გამოძრავება, თავის, ტუჩების, ხელების, ფეხების, თითების, არის უმნიშვნელოვანესი თავის ტვინის განვითარებისთვის. ასე ამგვარად ჩვენ თავის ტვინში ყალიბდება ესეთი სურათხატი, როგორი არის ეს ადამიანი ფიზიკურად. რომელი ნაწილი არის მისი სხეულის მნიშვნელოვანი, რომელიც გვაძლევს ინფორმაციას, ეხლა როგორ ვართ, უსაფრთხოდ ვართ, დაცულები ვართ და ასე შემდეგ. შეხებით და მოძრაობით ყალიბდება ჩვენს თავის ტვინში ესეთი პატარა ადამიანი ქვია, ხო, ინტერნეტში შეგიძლიათ ნახოთ, რომელიც ცოტათი დამახინჯებული ადამიანის სურათი არის, რომელიც აი ესე გაბმულად არის ჩვენს ქერქის ერთ ზოლში და ის ხატი თუ შედგება, ხო, რომ ოკეი, ხელები აქ არის, ტუჩებს ვიყენებთ, ზურგი, ხო, ანუ მყარად ვართ, ასე შემდეგ. თავის ტვინი გრძნობს და ნერვული სისტემა, რომ ჩვენ დაცულები ვართ, უსაფრთხოდ ვართ, ანუ ყველაფერი თქვათ დარეგისტრირებულია, ვიცით, ეხლა ეს ყველაფერი ერთად უნდა ვამუშაოთ. თუმცა არის მომენტები, როცა ბიოლოგიური სიტუაციებიდან გამომდინარე, რომ შეიძლება ინფორმაცია არ მიდის. თქვათ ვიღაცამ ხელი ამოძრავა, ხო? შეიძლება ან სახეს უყურებს ადამიანის სახეს და ტუჩებს ეხება, ან რაღაცას მიიღებს, არ რეგისტრირდება თავის ტვინში ეს ყველაფერი.